ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გააერთიანოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამ ორი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აპროტესტებენ. დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დადგენილება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრები უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას და მის თესეუსთან შესაძლო შერწყმას არ ეთანხმებიან. დადგენილებას მხარი უმრავლესობამ 36-მე წევრმა დაუჭირა. გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ და განათლების სამინისტრომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის რეორგანიზაციას უკავშირდება, შეაჩეროს და საკითხის გარშემო საფუძვლიანი კვლევა ჩაატაროს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საწინააღმდეგო დადგენილება 4 თებერვალს თესეუს აკადემიურმა საბჭომაც გაავრცელა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არ ეთანხმება უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის უნივერსიტეტის ნების უგულებელყოფით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტების საბჭოების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, სამეცნიერო საბჭოებისა და რექტორატის მონაწილეობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი რეორგანიზაცია წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 27 მუხლით. ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თხოვს საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეაჩეროს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებებთან დაკავშირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის კუთხით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის პროცესი, ვიდრე არ განხორციელდება საჭიროებების საფუძვლიანი კვლევა, არ შედგება რეალური და შინაარსობრივი განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოების ფარგლებში და არ იქნება მიღებული უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოების თანხმობა. უნივერსიტეტების ოფიციალური განცხადებების პარალელურად საკუთარ მოსაზრებას ღიად გამოხატავს პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტებთან ინტერვიუების დროს აცხადებენ, რომ განათლების რეფორმას დიდი მომზადება სჭირდება. თესეუს ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუ ამბობს, რომ ხელისუფლებასა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირი დაკარგულია. ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რაც კი მე თავი მახსოვს. არც ერთი ხელისუფლების დროს, არასდროს ხელისუფლება არაფერს არ ეკითხება აკადემიას. ფაქტობრივად სრულიად დაკარგულია კავშირი ხელისუფლებასა და მეცნიერებს, კვლევრებს შორის. ყველამ კარგად იცის, რომ საჯარო პოლიტიკა არ კეთდება ელემენტარულად პოლიტიკის თეორიის, ცოდნის, მეცნიერების, კვლევრების, გამოცდილების, გაზიარების გარეშე. ამას ვითხოვთ, რომ ჩვენც ვკითხეთ რაღაც, როდესაც აკეთებთ ესეთ რეფორმებს. ამხელა ინსტიტუცია, ამდენი გამოცდილი, ამდენი მსოფლიო დონის კვლევა რიყავს, ხო, გამოზრდილი და დღესაც ის ჩვენი უნივერსიტეტი. იკითხეთ, იქნება რაღაცა ჩვენც თქვათ უკეთ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, კატეგორიულად მიუღებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა, ეს უნდა შეწყდეს და თუ რაღაც რეფორმებზე საუბრობ და ყველას გვინდა რეფორმა ნამდვილად, უნდა დავიწყოთ მსჯელობით, არგუმენტირებით და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ლექტორი, რომელიც საკუთარ მოსაზრებას ღიად ამბობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ მაცაბერიძია. ის მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება რეალურად ამ ორი სასწავლებლის გაუქმებას ნიშნავს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება რეალურად ნიშნავს ამ ორი უნივერსიტეტის გაუქმებას და ახალი უნივერსიტეტის დაფუძნებას. ახლა რაც შეეხება ივანე ჯავახიშვილის სახელის შენარჩუნებას, ეს ძალიან პირობითი იქნება, რადგანაც როგორც კი დაიწყება უნივერსიტეტების გაერთიანება, შეიქმნება დროებითი მმართველობა, გაუქმდება ის ავტონომიაც კი, რაც დღესდღეობით არსებობს. და თქვენ უნივერსიტეტს სხვანაირს ნახავთ, სხვა კურიკულუმებით, როგორც გვეუბნებიან და სხვა პროფესორი. რომელ პროფესორსაც აქ ჩაწერთ, ან რომელი პროფესორიც ამის სიტყვის, ამის წინააღმდეგ, ისინი ალბათ უნივერსიტეტში ვეღარ გაჩერდებიან. გაიყიდება უნივერსიტეტის ჯერჯერობით უნივერსიტეტის ხელთარსებული ქონება. კორპუსები, უნივერსიტეტის, თესეუსი, ტექნიკური უნივერსიტეტის და იქ აშენდება საცხოვრებელი კორპუსები, სადაც საქართველოს მოქალაქეები ბინებს ვერ შეიძენენ. და თბილისი კიდევ უფრო მეტად არაქართულ ხასიათს მიიღებს. ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი შედეგი. ბევრი პროფესორი არის გასუსული, იმედით, რომ გადარჩება. ბევრი სტუდენტის გასუსულია, ესეც ფაქტია, რომ მე რა დავამთავრებ და წავალ, მე თუ ჩუმად ვიქნები, ადგილ შევინარჩუნებ უნივერსიტეტს. მინდა ვთქვა, რომ ეს სირცხვილია, აი ასე დროს
ასეთი რამის გაკეთება. ქართული ოცნების განათლების რეფორმას კრიტიკულად აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დღეს სასწავლებელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტი კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიის ხელშეუხებლობას ითხოვს და ამბობს, რომ განათლების ფუნდამენტური საკითხები საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გადაწყდეს. 2026 წლის სამთებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი, ისე მეორე პაკეტით საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27 მუხლთან. დაუშვებლად მიგვაჩინა განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა. მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტმა საბოლოო მოსმენით 4 თებერვალს დაამტკიცა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში ოცნების მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი. ოცნების პარლამენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილებების განხილვისას ოცნების განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ თქვა, რომ თესეუსა და ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა სავარაუდოდ 6 თვე იქნებოდა. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 29 იანვარს გააკეთა.